შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა დააქვს იქ სადაც ანიბანი იქ სადაც დირი დარი დური დირი დარი დური დირი დარი დურია შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა დააქვს საღამომშვიდობისა პატივცემულო ტელემაყურებლებო დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ტელეკომპანია მაესტროს ეთერში დღევანდელი გადაცემა მინდა დავიწყო იმით რომ ფაქტიურად სარკისებური მსგავსებით არის იმ ქვეყნებში მოცემულობა და სიტუაცია, ვინც არ ემორჩილება ამ ევრობიუროკრატიას, იმ ქვეყნებზე მაქვს ლაპარაკი, კონკრეტულად ამ შემთხვევაში სერბეთზე მინდა გავამახვილო ყურადღება და გუშინდელი ინტერვიუ წაგიკითხოთ ალექსანდრ ვუჩიჩის სერბეთის პრეზიდენტის რომელიც პრინციპში წერს კი არა უბრალოდ ინტერვიუში ამბობს რომ შოკირებული ვარ იმით რაც გამოაშკარავდა რა თანხა ჩაიდო ჩემს დამხობაში გულისხმობ რომ ასეთი თანხები საზღვარგარეთიდან იგზავნება ბოლო 10 წლის განმავლობაში 1.5 მილიარდი ევრო გამოიგზავნა მაგრამ როცა თულა დავიწყე აღმოჩნდა რომ ეს უკვე 3 მილიარდი ევრო იყო მისი თქმით როგორც კი სერბეთმა დაიწყო სწრაფი ზრდა მათ დაიწყეს უფრო და უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება მის განადგურებაში ამავდროულად მათ საერთოდ არ აინტერესებთ რა ბედი ეწევა ხალხს ვინც ქუჩაში გამოიყვანეს და ისინი სისხლისღვრის და სხვა მოვლენების პროვოცირებას ახდენდნენ მათ ჩაუდეს უზარმაზარი თანხები ამიტომ იყო რომ წელიწადში 7 თვე გქონდა საპროტესტო აქციები ახლა კი ფიქრობენ აი ეს არის დასასრული და უკვირთ რატომ არ არის დასასრული ახლა კი გეუბნებით არ იქნება სისხლიანი რევოლუციები არ იქნება სისულელეები აი ესეთი ინტერვიუ იყო სერბეთის პრეზიდენტისგან და პრინციპში ერთი და იგივე ხალხი ერთი და იგივე მოქმედებებს ახორციელებს იმ ქვეყნების მისამართით ჩვენთანაც აბსოლუტურად ერთი და იგივე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უკვე ძალიან მოძველებული მეთოდებია დაწყებული მილოშევიჩის გადაგდებიდან, ფერადი რევოლუციებიდან და მე ძალიან გული მწყდება, რომ არიან ჩვენ ქვეყანაში ადამიანები, ვინც ამას ვერ აღიქვავენ, ვისაც გონიათ, რომ პატრიოტული მოტივებით ებრძვიან თავიანთ ქვეყანას, ამ დროს აბსოლუტურად სხვა რაღაცა ხდება, ეთყობა ისინი არ ეცნობიან რა ხდება გარშემო რა მდგომარეობაა და რა პოლიტიკური მოვლენები ვითარდება სხვადასხვა ქვეყნებში და ამიტომაც არის ეს მდგომარეობა, თორემ მე არ ამგონია რომ იქ ყოფი ადამიანების ნაწილმა, ვინც დღეს ქუჩაში გამოდის და რაღაცას აპროტესტებს, თუმცა რას აპროტესტებს თვითონაც არ იციან ძალიან კარგად, იმიტომ რომ სიმართლე ნამდვილად და ჭეშმარიტება, რასაც ქვია, ნამდვილად არ არის მათ მხარეზე, რამე თუ ჩვენ ვიცით როგორ მუშაობს ბიუროკრატია, როგორ მუშაობდა ყოველ შემთხვევაში ამერიკაში ბიუროკრატია, სანამ ტრამპის ხელისუფლება მოვიდოდა ეთერში და როგორ მუშაობს ევროპაში. ასე რომ მთელი ევროპა ძირითადად კონსერვატორული ნაწილი დაპირისპირებულია ამ ყველაფერს. 23 თებერვალს თქვენ იცით რომ გერმანიაში არჩევნები გაიმართება და იქ რა მოხდება კიდევ კაცმა არ იცის.
და ასე რომ აი ამ ყველაფერზე მინდა ვილაპარაკო რეზი კარანაძესთან ერთად. დღეს არის ჩემი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა რეზი რომ მოხვედი ჩემთან და მოდი დავიწყოთ ჩვენი ქვეყნიდან და განვავრცოთ მერე ეს ყველაფერი ევროპაზე, მსოფლიოზე, როგორ გავს ეს ყველაფერი ერთმანეთს და რატომ არ დადის ადამიანების გონებამდე ის და რატომ მაინდა-მაინც ხო არის დაუშვათ 8 თვეში ადგილობრივი არჩევნები, ხო შეიძლება რომ მოემზადონ ამისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რასაც ჩვენ ტელევიზორში უყურებთ ეს არის ასლი გადმოტანილი იქიდან, რაც დაუშვათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ხდება. ვინც არ ემორჩილება აი ამ ომის რიტორიკას და ვისაც რა თქმა უნდა მშვიდობა სურს და მშვიდობა უნდა. აი რა სიტყვის შენ ამ ყველაფერს და როგორ შეიძლება ეს გაშევაფასოთ? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ეს. თან ჩვენ ახლა ხვდებით ისეთ პერიოდში, რომ თითქოს არჩევნები ჩატარდა და თუმცა არჩევნები ჩატარდა, მაინც რატომღაც არის ცდილობა, რომ შეიქმნას ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. ასე ვთქვათ, ისევ რყევებს განვეცდით ჩვენ და ჩვენ ვნახეთ, რომ საკმაოდ მძიმე თვეები გამოვიარეთ. მე ვფიქრობ, რომ ესეთი მძიმე თვეები ჩვენ მე ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ, როდესაც მე ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ახლობლები ვცდილობდით, რომ გაგვეკეთებინა ყველაფერი იმისთვის, რომ ის სადისტი რეჟიმი შეცვლილიყო და მე მახსოვს, როგორ არბევდნენ ხალხს, მე მახსოვს, როგორ უხსნიდნენ ბაბუდაჩემს მცხეთაში მაგალითად სატელიტების ეს რო იყოს თეფშების სპეციალური მეცხრე არხი რომ არ ენახა. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, რატომღაც დღევანდელ დღეს აღმოჩნდა ისე, რომ სხვერპლის როლში გვევლინებიან ჩვენ ის ძალები, რომლებიც არიან დამნაშავეები. რატო ხდება ეს? აი მაგალითად, ხო? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან ვწუხარ, რომ არ მოხდა ამ რეჟიმის თავიდან ბოლომდე აღკვეთა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი ამ 12 წლის მანძილზე და ეს სამწუხარო და ამას ალბათ თავის ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც აქვს და გარემოებებიც. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან, რომ ვაშინგტონი ამბობდა ამ ხალხზე, რომ ეს ჩემი ხალხია და ამათ ხელი არ დაადოთ. შემდეგ ეს ხალხი გადავიდა, გადაბარგდა განათლების სისტემაში, არასამთავრობოებში, რომელიც წინაშეც მთავრობა გახდა ვალდებული, რომ აი კანონ პროექტები განეხილა ერთად, ეთანამშრომლა, ასე ვთქვათ, და მთავრობა ცდილობდა, რომ რაღაც ცივილური ურთიერთობა ჰქონოდა ამ ადამიანებთან, რომ ქვეყანა არ წასულიყო უსრულისკენ, არ ყოფილიყო კრიზისი. თუმცა სამწუხაროდ ეს იყო ცდარი გადაწყვეტილება, რადგან ეს ძალები, რომლებმაც ვერ გაიაზრეს და არ გაიაზრეს ის თუ რაც დააშავეს, მათ გადაწყვეტეს არათუ მოენანიებინათ თავიანთი ის საქციელი, რაც დაუშავეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ ხალხს, არამედ შურისძიებისთვის და გაძლიერებისთვის გამოიყენებინათ და მათ მიიღეს უამრავი დაფინანსება და ეხლა ძალიან კარგ რაღაცებზე საუბრობდი და ამას გავშლი მეც, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ უკვე ფინანსები, რომელიც ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გაშალა, თუ რამდენი იხარჯებოდა ზოგადად სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკელი გადამხდელების ზოგადად და ეს ამ ფულის ძალიან დიდი ნაწილი მიდიოდა როგორც მაგალითად ვითომ მთავრობების დასახმარებლად, ასევე რაღაც სამოქალაქო აქტივიზმის გასაძლიერებლად და ასე შემდეგ. ჩვენ ვნახეთ, რომ განათლების სისტემა თავიდან ბოლომდე სამწუხაროდ უნივერსიტეტებში განსაკუთრებით არის მათ ხელში. ჩვენ ვნახეთ ის, რომ იყო მცდელობა, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი არის პატარა ბავშვების არასრულწლოვნების ჩართვა მომხდარიყო, ხო? შევარდნები სკოლებში. ანუ ჩვენ რეალურად ვებრძოდით ფაშისტურ დიქტატურას, მე ესე მოვიხსენიებ სააკაშვილის დიქტატურას და ჩვენ არ გვიკადრებია ესეთი რაღაცა, რომ ადამიანი, რომელიც არ მეთანხმებოდეს, მის შვილს მიუვარდე, მის რაღაც პირად სივრცეში შევიჭრა, დავამცირო ის რაღაც სხვანაირად გარდა პოლიტიკური ნიშნის გარდა, ხო? ეს ამხელა ზიზღი, ამხელა ესეთი არ ვიცი, მე არ მახსოვს, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერებისთვის და ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის მეკადრებინა, იმიტომ რომ ჩემი ჯგუფელები იყვნენ, სხვათა შორის ცნობილი ნაციონალური მოძრაობის
პერსონების შვილები რა და ეგეთ რაღაც არ მიკადრებია არასდროს ან არასოდეს არ ყოფილა მოწოდებების სკოლებში შევარდეს. აქედან გამომდინარე ეს მაფიქრებს რომ ეს არ არის მარტო რაღაც სისტემური მოცემულობა, რომ თითქოს ეს არის მარტო ერთის მხრივ ეს იდეოლოგიური სერიოზული ჩავარდნა, რაც ქართულ ოცნებას ჰქონდა, რომ განათლების სისტემაში სამწუხაროდ დომინაცია აიღეს ამ ყოფილმა ნაცებმა და ამ მედასავლეთ ლიბერალური ყაიდის ხალხმა, რომელსაც ძალიან მძიმე პრობლემები აქვს ყველაფერ ქართულთან, ჩემი გადმოსახედიდან, ამ ადამიანების ხელში ჩავარდა ეს ყველაფერი და ამასთან ერთად კიდე იყო მცდელობები, გარედან დაფინანსების სწავლება, ტრენინგები იმისა, თუ რა გზებით შესაძლებელი იყო პროტესტი გადაზრდილი იყო კონტრრევოლუციურ სცენარებში, გადატრიალებებში და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ბავშვებთან ესე მისვლა, ეს რაღაც ახალი, ჩემთვის ახალია, იმიტომ რომ ეს არ მახსოვს არც საქართველოში და არც სერბეთში. და სერბეთი იყო სწორედაც ის ადგილი, სადაც ზოგადად ამ ხავერდოვანი რევოლუციების, ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში და არაბულ სამყაროში ეს ხავერდოვანი რევოლუციების იდეა, ასე ვთქვათ, გაჩნდა. ეს იყო თუ არ ვცდები 2000-იანების დასაწყისში, როდესაც მილოშევიჩის მთავრობა შეცვალეს. ოტპორი იყო, რომელიც ჩვენი კმარასავით ორგანიზაცია იყო. შემდეგ ეს ოტპორმა საქართველოში მივიღეთ კმარა, დადიოდნენ, ატრენინგებდნენ სხვადასხვა მეთოდებით. მერე იყო თუ არ ვცდები 2005 წელს ვარდების რევოლუციის მერე კიევში იყო პორტოხლის რევოლუცია. მანდაც ურევია ხელი ამ ოტპორის. ეს არიან ადამიანები, პროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს სახელმწიფო დეპარტამენტის დავალება, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დავალება და მას შემდეგ რაც ამერიკამ სასტიკად დაბომბა ბელგრადი და ხელი შეუწყო სერბეთში სეპარატიზმის გაღვევებას და ჩვენ მივიღეთ კოსოვო დღევანდელ დღეს, რომელსაც ამერიკა აღიქვავს ცალკე სახელმწიფოდ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლით ეს არის სერბეთის საკუთრება და მათ შორის ბევრი ევროპული ქვეყანა, როგორც ესპანეთი, ან საბერძნეთი ამას არ აღიარებენ. აი ამ მოცემულობაში შემდეგ შექმნეს ოტპორი, რადგან ეს არ იყო საკმარისი სერბეთის დაბომბვა და საჭირო იყო სერბეთი გადაექციათ ისეთ ქვეყნად, რომელიც თავიდან ბოლომდე დაემორჩილებოდა ამერიკის ინტერესებს და ცდილობდნენ რომ შეექმნან ეს პატარ-პატარა ორგანიზაციები ვითომ, რომელიც საკმაოდ ძლიერი ქსელი აღმოჩნდა ოტპორი. ეს ოტპორი გადაიზარდა კმარად. მერე არაბულ გაზაფხულზეც, მაგალითად ეგვიპტეში, ძალიან საინტერესოა, რომ აღმოჩნდა, რომ თურმე მანდაც ოტპორის ხელი ურევია. შემდეგ ეს ოტპორი გადაკეთდა კანვასად, ძალიან ესეთი ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს დაატრენინგოს და ხალხს ასწავლოს ვითომ როგორ უნდა იყოს სამოქალაქო აქტივიზმი პროტესტის კუთხით. და ჩვენთან ჩამოდიოდა ეს ორგანიზაცია. USAID-ის დახმარებით აწყობდა ტრენინგებს, როგორ უნდა დავიწყოთ პროტესტი, ვის უნდა მიმართოთ, მაგალითად ჯერ ერთი მსახიობი გაიფიცოს, მერე მეორე, ცნობადი სახეები, მერე სხვა პროფესიებთან მივიდეთ, რომ მაგალითად იქნებ შრომელებსაც გადაწყვეტენ, მაგრამ საერთოდ არადარდებთ იქ სოციო-ეკონომიკური პრობლემები და რა მდგომარეობაში არის მაგალითად ქართველი მშრომელის ხელფასი ან სამუშაო პირობები არა. მათ უნდათ რომ ეს ადამიანები გაიფიცათ იმისთვის, რომ უბრალოდ ევროკავშირის დროშა დაეჭირათ და მომხდარიყო რევოლუცია, რაზეც ძალიან შეცდნენ, იმიტომ რომ იქ სხვა რეალობა არის და ესენი კიდე ქართულ არა მხოლოდ კულტურულ რეალობასთან არიან აცდენი, ასევე სოციო-ეკონომიკურ რეალობასთან და აქედან გამომდინარე, როდესაც ეს ტრენინგები თუ არ ვცდები, ან 24 წლის, ან 23 წლის პერიოდში დაიწყო, ამაზე სხვათა შორის ღიათაც საუბრობდნენ, მე ვერ გავიგე რატო არ მოხდა ამისთვის ხელშეშლა თავის დროზე, რაც არის, მივიღეთ ისე რომ ძალიან დიდი ფული შემოვიდა, ასწავლეს ამ ხალხს როგორ რა მეთოდებით, ასე ვთქვათ, ვითომ გაფიცვები რო ყოფილიყო, მე უბრალოდ ვერ ვიგებ თან მუშაობ თან იფიცები, საერთოდ ეს ცალკე თემა არის ჩემი აზრით. და ეს ცნობადი სახეები გაფიცულიყვნენ და ამას აყვებოდა თითქოს ხალხი. ნუ რადგან არ გაამართლა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ მაინც სხვა რეალობაში ვართ, ჩვენთან ხალხი მაინც მე ვფიქრობ, ბერად უფრო გამოცდილი არის, ჩვენი ხალხი გავიზარდეთ რა. გამოცდილები ვართ, ვიდრე თუნდაც აი ვითომ ფრანგები და გერმანელები, რომ ამდენი ხანია სახელმწიფოებრიობა აქვთ, იმიტომ რომ 30 წლის მანძილზე ჩვენ იმდენი რამე ვნახეთ და იმდენი რამე გამოვიარეთ, რაც მაგათ არ ვნახავთ და ჩვენ რუსეთთან გვაუმეს, გვეყო ჩვენი სისხლი გავიღეთ ამაზე და კიდე ერთხელ უნდათ ამის გაკეთება და არ გამოვიდა. აქედან გამომდინარე დღევანდელი მოცემულობა არის ესეთი, რომ მიუხედავთ იმისა, რომ ძალიან დიდი ფული ჩაიდო აქ არეულობისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემას მაინც მეტნაკლებად დღემდე აკონტროლებენ ესენი, ან პრესტიჟულად ითვლებიან ესენი სამწუხაროდ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რაოდენობა მედია სივრცეში, სოციალურ ქსელებში უკავიათ მათ, ადამიანებს უბრალოდ აბულინგებდნენ განსხვავებული მოსაზრების გამო, რომ ასე ვთქვათ, ჰეგემონია ყოფილიყო მათი აზრის, ხო? მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქართველმა ხალხმა ვფიქრობ, ისევ და ისევ თავი გადაირჩინა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გიждდებიან ან ძალიან უყვართ სიტყვაზე ქართული ოცნება, ან ხელისუფლება. უბრალოდ მათ არ უნდათ უსყულში გადაჩეხვა ისევ. აი ეს იყო ჩემი აზრით გამოსავალი და მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღემდე მაინც ცდილობენ ჯღრევას და რყევას. თუმცა ამ ყველაფრის ძალიან საინტერესო ის არის, რომ ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე მიმდინარეობს, რომ დაფინანსების ნაწილი, რომელიც იყო ამ ყველაფრისთვის გამოყოფილი, დღემდე არ არის ბოლომდე ათვისებული. რესპუბლიკური პარტია, რომელიც მოვიდა ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავრობაში, მათ გამოაქვეყნეს რამდენ ფულს ხარჯავდა ზოგადად ამერიკული ეს USAID, რაც არის ამერიკული დახმარება, ხო, ვითომ განვითარებისთვის სხვადასხვა საკითხებში მსოფლიოს გარშემო. ევროპაში, საქართველოში დანახარჯით, საქართველოში გამოყოფილი გრანტებით ვიყავით მე-4 ადგილზე. მთელ ევროპაში წარმოიდგინეთ. პირველი იყო შვეიცარია, მეორე იყო უკრაინა, მესამე იყო მოლდავეთი, თუ არ ვწდები, კოსოვოც იყო, მაგრამ კოსოვოს აღქვა როგორც სერბეთის ნაწილად, აქედან გამომდინარე ეს სერბეთია ჩემს და ჩვენ. ანუ ეს 5 ქვეყანა, რომელიც დღემდე არის ეს ცხელი წერტილი 188 მილიონი, თუ 184, თუ 188 აღარ მახსოვს ზუსტად, დოლარი იყო გამოყოფილი საქართველოში 2024-2027 წლებისთვის სხვადასხვა აქტივობებისთვის. იყო რაღაც თანხის ნაწილი, რა თქმა უნდა, მთავრობისთვისაც გამოყოფილი, რომ მაგალითად მწვანე ენერგია, რაღაც გარემოს დაცვის საკითხები ყოფილიყო, თუმცა 26.490.000 დოლარი იყო გამოყოფილი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის. გამოყოფილი იყო ვითომ მედია კონკურენტულობისთვის და მედია აქტივიზმისთვის, ხო ეს იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრი ეს დამოუკიდებელი მედია საშუალებები რომ არიან კიდე ხა ყველა მიცის რომ თავარი არხი რას ემსახურება, TV პირველი რას ემსახურება, ფორმულა კეზე რას ემსახურება, ყველამ ვიცით ეს და ამიტომ შეიქმნა ძალიან ბევრი დამოუკიდებელი მედია საშუალება. როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურ თუ რუსულენოვანი, რომ უცხოეთშიც გავშუქდეს ეს ყველაფერი და ამ დამოუკიდებელ მედიებს მე ვფიქრობ, რომ მე როგორც გავიგე, შეიქმნა ძალიან ბევრი პრობლემა. მას შემდეგ რაც USAID-ის დახმარებები ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით გაყინა ამერიკის ადმინისტრაციამ და 14,000 ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით დაითხოვა. ისეთი გარღვევები აღმოაჩინეს ამ USAID-ში ზოგადად გლობალურად. მაგალითად სექსუალური ურთიერთობისგან თავდაცვის საშუალებებისთვის იყო გამოყოფილი დაახლოებით 40 მილიონი, რომელიც ვითომ უნდა წასულიყო ღაზაში, პალესტინელების დასახმარებლად და აღმოჩნდა წავიდა ქალაქ ღაზაში, მოზამბიკაში. ანუ ძალიან სერიოზული გარღვევები არის, ანუ უყურადღებობაც არსებობს ალბათ ჩემი აზრით და ასე შემდეგ. მაგრამ, როდესაც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ძალიან ბევრი ნაწილი ამ ფულისა იხარჯებოდა იმისთვის, რომ რეჟიმების ცვლილება მომხდარიყო სხვადასხვა ქვეყნებში, ეს თავისთავად უკვე ცხადყოფს იმ რეალობას, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. და მაშინ, როდესაც 157 მილიონი გამოყოფილი USAID-ის დახმარებისა ამერიკის ბაიდენის მთავრობისგან დღემდე არ არის ათვისებული და ეს თანხა გაყინული არის, ანუ ვერ აითვისეს ბოლომდე. აქ ჩანს უკვე რამხელა მაგრამ ამ თანხებს ახლა ვეღარ ეკარებიან, ხო, პრინციპში? ამერიკულ დახმარებას რაც მოდიოდა USAID-დან, ვერა. მაგრამ არსებობს სხვადასხვა ორგანიზაციები კიდე, მაგალითად NEDI, National Endowment for Democracy, რომელიც გადაიბარა ვიქტორია ნულანდმა, რომელიც არის მაიდანის ავტორი და რომელიც იყო წამყვანი ფიგურა კლინტონიდან დღემდე, ტრამპის ადმინისტრაციების გარდა, კლინტონის შვილი ბუშის, ობამასი და ბაიდენის დროს, ხო? ეს ქალბატონი იყო წამყვანი, ასე ვთქვათ, ნეოკონსერვატიული იდეოლოგიის წარმომადგენელი, რომელიც ამბობდა, რომ ამერიკის ჰეგემონია უნდა იყოს ყველგან, ყველა ქვეყანა უნდა გახდეს ჩვენაირი, ან ჩვენ უნდა გვემორჩილებოდეს და ეს რუსეთის შეკავების იდეა ამ ხავერდოვანი რევოლუციებით არის ერთ-ერთი მისი, ასე ვთქვათ, შემოქმედება. და ეს მართავს ახლა ნეტს. ამერიკულ დახმარებასთან ერთად არ უნდა გაუწდეს ევროპას და ევროპული დახმარებებიც, რაც მოდის აქ კიდე. და არის ესეთი, რომ ეხა
ევროპული დახმარებები ამ ეტაპზე მაინც მოდის კიდე? კი ბატონო, ეს იმიტომ რაც მოხდა ახლა ამერიკაში, სიმართლე გითხრათ, მე არ მოველოდი ამგვარ უპრეცედენტო ცვლილებას, იმიტომ რომ USAID ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, მათ შორის სხვა არასამთავრობოების მიერ იქნა გაკრიტიკებული, მაგრამ როგორც არის Amnesty International, საერთაშორისო ამნისტიის ორგანიზაცია და ასე შემდეგ, რომ ამ USAID იყო ასე ვთქვათ მარცხენა ხელი, რომელიც ასრულებდა ამერიკის შეერთებული შტატების რბილი ძალის გატარებას სხვა ქვეყნებში და მეტნაკლებად აიძულებდა ამ ქვეყნებს მოქცეულიყვნენ ისე, როგორც უნდოდა მაგალითად ვაშინგტონს, რადგან დახმარებებს არ მიცემდა და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქვეყანა არის დამოკიდებული ამ დახმარებებზე, რაც ჩემი აზრით განვითარებისთვის ცდარი არის და ამაზეც მინდა მე გავშალოთ, რომ აი დახმარებების გარეშე რა უნდა გავაკეთოთ, ხო, იმიტომ რომ ჩვენ 30 წელია ვნით ისეთ სახელმწიფოს სამწუხაროდ, რომელიც ჩემი აზრით არის დამოკიდებული დახმარებებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის საქართველოში დასაქმებული არის ამ ორგანიზაციებში და ამით ცხოვრობს. და აქედან გამომდინარე პრობლემაც ეს არის, რომ ამიტომაც არის ესეთი პროტესტი გარეთ, რომ დაუშვათ ეს დახმარებების ავერაღების შიში უკვე გამოჩნდა გესმის, რომ აბა რითი უნდა ვიცხოვროთ, რითი უნდა ვიარსებოთ, რითი უნდა ვიაროთ აქეთ-იქით და ესეც ხელს უწყობს პრინციპში აი ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ როდესაც ხარ მაგალითად საქართველოში მუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში და მე გაქვს საშუალება წახვიდე ვენაში, წახვიდე მადრიდში რაღაც კონფერენციებზე, კარგ სასტუმროებში, თან ეს საქმიანი ვიზიტებია, მაგრამ ისეთ არა მარტო მე ვიცი მაგალითად ადამიანები, ხა გვარზე სახელს არ დავასახელებ, ვიზეს დავუშვით ვინც ამ დახმარებებით უძრავი ქონება იყიდა მაგალითად რა ვიცი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ეს ძალიან ბევრს კარგავენ მოკლედ აი ამ და იკარგება თვალს და ხელშუა და ამიტომაც არის აი დღეს ეს სიტუაცია რომელიც არის და რომელსაც აყოლილი არის ის ხალხი რომელსაც ეს ბრძოლა დაუშვათ საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლა გონია და გონია ის რომ რაღაც რუსულ ორბიტაზე გადავდივართ და აი ამ საკენკს კენკავენ ესე ვთქვათ იქიდან გადმოყრილ საკენკს კენკავენ მაინც ისე და ჯერავთ იმ მატყუარა ადამიანების რომლებიც ეუბნებიან რომ აი რა ვქნათ აი ესეთია ხელისუფლება რუსეთში მიგვათრევენ რუსეთის ორბიტაზე გავიღვიძებ თვალ და ეს პირველი ტყუილი რაც ყველაზე უფრო მთავარია მეორე ტყუილი ის რომ ეს არჩევნები მე თუ მკითხავ ოცნებას არ მოუგია ეს მოიგო თვით გადარჩენის ინსტინქტმა იმიტომ რომ ხალხში ძაფრად არის ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ ეხლა ისეთმა ადამიანებმა მიცეს ოცნებას აი ამის გულისთვის ხმები და ის მართლაც რასაც იძახიან რომ თვითონაც პირველი 3-4 დღე ვერაფერს ვერ იძახდნენ და მერე გამოჩნდა უკვე ეს ყველაფერი რომ ვითომ გაყალბდა არჩევნები და ამა გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ну მოკლედ როგორ უნდა იარსებოს მართლა ამ ხალხმა ვინც მთელი 30 წლის განმავლობაში ამ ფულით არსებობდა ცხოვრობდა სულთმულობდა და უცბად შეუწყდა ეს ყველაფერი და საქმე ის არის რომ სისტემა, სოფლიო სისტემა ნელ-ნელა იცვლება. ჩვენ დღევანდელ დღეს აღარ ვიმყოფებით ისეთ სამყაროში, სადაც არის ერთი ჰეგემონი. ისევ დავესესხები მარკო რუბიოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს არ ვეთანხმები, ძალიან ბევრ რაღაცაზე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება მაქვს. ეს არის ამერიკის სახელმწიფო მდივანი. მან თქვა, რომ როდესაც SSRI საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამერიკა მოუწია ყოფილიყო ჰეგემონიო, რადგან მას კონკურენტი არ ყავდაო. და ესო არ არისო ბუნებრივი მდგომარეობა ამ საფლიოს, იმიტომ რომ ყოველთვის არის სხვადასხვა ძალაუფლების ცენტრები. ხო, როგორც იყო ეს მეორე მსოფლიო ომამდე, პირველი მსოფლიო ომის დროს, რამდენიმე დიდი ძალა იყო. და დღევანდელ დღეს ჩვენ გადავდივართ ისეთ სამყაროში, სადაც უკვე ვეღარ იქნება ამერიკა ჰეგემონი. აქედან გამომდინარე ის ბრეტონ ვუდსის სისტემა, ის ფინანსური და ეკონომიკური სისტემა, სადაც ამერიკა არის ჰეგემონი, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ სისტემას გამოუჩნდა კონკურენტი. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკა, რომელიც ფლობს ყველაზე დიდი არახს და ეს არის ბირთვული არაღი ჩემი აზრით, ეს არის დოლარი. ამერიკა, რომელიც ფლობს დოლარს, ამერიკა შეეძლო სხვადასხვა ქვეყნები დაესანქცირებინა, იმიტომ რომ დოლარი არის ამერიკის.
და დოლარი ასევე არის ვალუტა, რომელსაც იყენებს მსოფლიოში ყველაზე ბევრი ქვეყანა, ყველაზე მეტი. ვაჭრობა იქნება, სხვადასხვა ფინანსური გადარიცხვები თუ ასე სანდოობა. თუმცა დასანქცირებებიდან გამომდინარე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებდა, ძალიან ბევრმა ქვეყანამ დაკარგა დობა ამერიკის დოლარის მიმართ. იქიდან გამომდინარე, თუ მე დოლარში მექნება რეზერვები და შეუძლია დამაყადაღონ, აქედან გამომდინარე, ეს არის საფრთხე, თუ მე ამერიკის პოლიტიკას არ ვატარებ. ამიტომ ამ ქვეყნებმა გადაწყვიტეს იპოვენ რაღაც ალტერნატივა. და ბევრი ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეები, როგორც არის მაგალითად საუდის არაბეთი, ვაჭრობს ჩინეთთან არა დოლარში, ადრე დოლარში ვაჭრობდა, ვაჭრობენ საკუთარ კუპიურებში. მაგალითად, რუბიომ ისიც განაცხადა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ ამერიკის კონტინენტზე, სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილია ვაჭრობს ჩინეთთან რეალში თავის ვალუტაში და რემნიმბიში ჩინურ იენში, ანუ თავის ჩინურ ვალუტაში. აქედან გამომდინარე, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც დღევანდელ დღეს გააჩნია ამერიკას. და საერთაშორისო დახმარებებზე ფულის გაცემა აღარ არის პრიორიტეტი, მაშინ, როდესაც ამერიკაში მაგალითად წარმოების უნარიანობა ნელ-ნელა იკლებს და ჩინეთი ხდება მთავარი ინდუსტრიული ძალა. აქედან გამომდინარე, ტრამპი რა შვება? ტრამპის იდეა არის, რომ დაიცვას თავისი ბაზარი, ეს დახმარებები ნელ-ნელა წამოიღოს უკან, მე ესე ვხედავ და მოხდეს მეტნაკლებად ტარიფების დადება სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოსულ პროდუქტებზე, რაც გააძვირებს ამ პროდუქტებს და ნაკლებად მიმზიდველს გახდის ამერიკელებისთვის, რაც შემდეგ ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის ისევ განვითარებას. ეს არის იდეა. აქედან გამომდინარე, ჩვენი არასამთავრობოები, რომლებიც და ზოგადად ჩვენი საზოგადოების საკმაო ნაწილი სამწუხაროდ, რომელიც დამოკიდებულია არა მხოლოდ როგორც არასამთავრობო, არამედ სამწუხაროდ ქვეყანაც, მთავრობის დიდი ნაწილიც დამოკიდებული არის ამ საერთაშორისო დახმარებებს. და ეს არ არის მარტო ამერიკა, ეს არის ევროპა და ასე შემდეგ, სხვადასხვა გრანტები, მაგრამ უნდა ნელ-ნელა ვისწავლოთ ის, რომ ჩვენ გრანტებზე კი არ ვიყოთ დამოკიდებული, არამედ ჩვენი ქვეყანა ჩვენ თვითონ უნდა მართოთ რა. და ეს ვფიქრობ, რომ კარგი, ასე ვთქვათ, გამოფხიზლების ზარი არის ზოგადად საქართველოში, როგორც თავრობისთვის, ისე ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსისთვის, რომელსაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე, რომ დაიწყოს ქვეყნის რეალურ განვითარებაზე ზრუნვა. ანუ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების, ადგილობრივი ეკონომიკის, ადგილობრივი ბიზნესის ისე განვითარებაზე, რომ დიდი წილი აღარ იყოს დამოკიდებული მოსახლეობის რაღაც დახმარებებზე, ანუ ნამდვილი ეკონომიკური წინსვლები რომ მოხდეს. აი ეს არის მნიშვნელოვანი. და ამის გარეშე სულ იქნებით მაშინ ვიღაცის დახმარებებზე დამოკიდებული. დახმარებაზე როდესაც ხარ დამოკიდებული, ეგეც საბრძოლველია. ეგეც არ უნდათ გარედან, გარე ძალებს, ესე იგი, ვისაც გვებრძვიან, რომ საქართველო განვითარდეს. ეხლა იგივეს იძახდა უჩიჩიც, რომ როდესაც დაიწყო ქვეყანამ ეკონომიური ზრდა, ზუსტად მაშინ მოაწყვეს ეს 7 თვიანი პროტესტის ტალღა და დღესაც გონიათ, რომ აი რატო არ არის უკვე ჩამოქცეული ქვეყანა, რატო არ არის გადამდგარი უჩიჩი და ყოველდღე ელოდებიან და ამ მოლოდინში არიან და ზუსტად ამას იძახის, რომ ეს ტყუილი ამბებია, არ მოხდება ამ ქვეყანაში არანაირი ფერადი რევოლუცია და არანაირი სისულელეებიო და აი ზუსტად იგივე სიტუაცია არის ჩვენთანაც, ხო? ეხლა ჩვენ რომ გვინდოდეს რაღაცა დავუშვათ კონკრეტული რაღაც სფეროს განვითარება, ხო? და ამაში ხელს გიშლიდან და არ გაკეთებინებდნენ ამას, რომელიც ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით ჩვენ. ესეც ხო საბრძოლველია, ესეც ბრძოლით არის მოსაპოვებელი, ხო? რა თქმა უნდა. და შენ ქვეყანა, როგორც აი ქვეყანა, რაც უფრო მოწყვლად იხარ, მით უფრო სასარგებლო ხარ ამ ძალებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ მე ვუყურებ ესე რომ ჩვენ ანუ 91 წელს დავიბადე მე. რასაც მე უყურებ არის ის, რომ ჩვენ ქვეყანას სულ რაღაცას გვპირდებიან. ჩვენმა ქვეყანამ გაიღო ძალიან დიდი ხარკი. ჩვენ გავგზავნეთ ჯარები ნატოს მისიებში, მათ შორის არალეგალურ საერთაშორისო სამართლით, რაც ამერიკამ დაარღვია ერაყის ოკუპაციაში იქნებოდა, ავღანეთის ოკუპაცია თუ შემდეგ. ჩვენ ყავდა უფრო დიდი კონტინგენტი, ვიდრე ნატოს ქვეყანას და ჩვენზე ბევრად დიდ და მდიდარ ქვეყანა გერმანიას. ჩვენ არაფერი არ მივიღეთ. არც ევროპიდან, არც ნატოსგან. ნატო დარჩა ჩემ ბავშვობაში. არაფერი არ მივიღეთ, გვაომეს რუსეთთან, ვიომეთ რუსეთთან. არაფერი არ მივიღეთ, წყალი შემოგვიტანეს, საქართველოს სასმელი წყალი რომ მოგაქვს დასახმარებლად. ეს იმაზეც მეტყურებს, რომ საერთოდ არ ერკვევიან რა რეალობაში, საერთოდ რა არის საქართველო. ამ ყველაფრის ფონზე
შენ რაც უფრო ხარ მოწყვლადი და რაც უფრო მეტად გეუბნებიან, აი ხვალ მიგიღებ, ზეგ მიგიღებ, ხო? უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გინდა რომ იყო ბეჯითის სტუდენტი, ასე ვთქვათ, რა. რომ უფრო კარგად შევასრულებ შენ დავალებებს და იქნებ ხვალ მიმიყო. მაგრამ მეორე დღეს ახალ რაღაც ბიუროკრატიულ ისეთ არარეალისტურ რაღაცას მოიფიქრებენ, გეტყვი ხა ეს შეასრულე. და საბოლოო ჯამში გაკეთებინებენ შენ მათ საქმეს და გიყენებენ შენ პლაცდარმად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, კავკასიაში, რუსეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ეს მე თვითონ ამ დასკვნამდე მივიდივარ, იმიტომ რომ 2008 წლის შემდეგ უფრო და უფრო ცხადი ხდება. და მე ვნახე, რომ მაშინ გაახსენდათ მოლდოვაც, უკრაინაც და საქართველოც, როდესაც უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო და გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე უცებ თქვეს, რომ ბარემ მოდი რამენაირად დავპირდეთ ეს მაინც, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ დავეხმარებით და იქნებ რამენაირად მოლდოვეთი და საქართველოს გამოვიყენოთ ჩვენ გეოპოლიტიკური მიზნებისთვის რუსეთის წინააღმდეგ. და ეს მოხდა. და რაც უფრო მოწყვლადი ხარ ეკონომიკურად და რაც უფრო მეტად ხარ დამოკიდებული მათ დახმარებებზე, მით უფრო ადვილად შეუძლიათ გითხრათ, რომ ჩემთან შემოხვალ და უკეთესი ცხოვრება გექნება. რაც სინამდვილეში არ შეესაბამება, იმიტომ რომ ევროკავშირში შესვლა კარგია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს თვითმიზანი. თვითმიზანი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს განვითარების დახმარების საშუალება. შენ ქვეყანას უნდა გქონდეს ხედვა განვითარების. მე ვერ ვხედავ დღევანდელ დღეს ბოდიშმა, ვერც მთავრობისგან, ვერც ოპოზიციისგან, რომ მათ აქვთ ანუ რეალური ეკონომიკური დაპირისპირება, ანუ ეკონომიკაზე არ მე ამას გავაკეთებ, არა ეს არასწორი, ეს ამის ნახვა მინდა, არა. იმიტომ რომ არ არსებობს ოპოზიცია, ოპოზიცია არის, ესე ვთქვათ, ეს ოპოზიცია არ არის, ეს არის დესტრუქცია, რაღაც რასაც მუდმივად შეიძლება ეჭიდავებოდეს სახელმწიფო და დროც აღარ რჩებოდეს იმისი, რა შეიძლება რომ გააკეთოს ხალხისთვის, ხო? და ანუ ევროკავშირში კიდე შესვლა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ყველანაირად თავშენდებით, იმიტომ რომ ევროკავშირში გვაქვს ორი სხვადასხვა მაგალითი. გაქვს გერმანია და გაქვს ბულგარეთი. და ეს ბულგარეთი და გერმანია არის ორი აბსოლუტურად სხვადასხვა მოცემულობის, ხო? ბულგარეთში გაატარეს ის რეფორმები, რაც დაავალეს საბოლოო ჯამში ვერ განვითარდა ბულგარეთი ისე და პირიქით ახალგაზრდობა გერმანიაში მიდის უიაფმუშახელად და ადგილობრივი მაგალითად კონსერვატორების ძალიან დიდი ინდუსტრია ქონდა სოფლის მეურნეობაში გადამამუშავებელი ბულგარეთის ჰოლანდიური და გერმანული კომპანიების ხელში აღმოჩნდა. ასევე ხშირად სვამენ ხოლმე, რომ ორბანი როგორი ცუდი ტიპია და როგორ არ მოწონს ეს ევროკავშირს ებრძვის. რატომ მოხდა ეს არავინ არ კითხულობს. ან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რატომ არის ევროსკეპტიკოსი? ორბანი არის მემარჯვენე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი არის მემარცხენე. ხო, ორი სხვადასხვა ფლანგია წესდიდოლოგ. ორივე ერთად არიან ევროსკეპტიკოსები. იმიტომ რომ როგორც პატარა ქვეყნებმა თან ორბანი იბრძოდა იყო მათი აქტივისტი, ევროპის აქტივისტი იყო, ასე ვთქვათ, კომუნისტების და სოციალისტური რეჟიმების წინააღმდეგ. და იყო სოროსი დაფინანსებული და როდესაც დაიხვეწა პოლიტიკოსად და როდესაც ნახა რეალობა, რომ ევროკავშირი რასაც დაპირდა უნგრეთს, ის ვერ მიიღო, ეს გახდა პრობლემა და სლოვაკეთი არის ძალიან კარგი მაგალითი. სლოვაკეთი, ჩეხოსლოვაკეთის დროს, სოციალისტური რეჟიმის დროს იყო ძალიან ძლიერი ინდუსტრიის მქონე რძის პროდუქტების წარმოებაში. და ეგონათ, რომ დამოუკიდებლები გახდებოდნენ, შემდეგ შევიდოდნენ ევროკავშირზე, ევროპის ბაზარი გაიხსნებოდა და აყვავდებოდნენ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ექნებოდათ ეკონომიკა, ამაზე დაშენდებოდა და გაძლიერდებოდა მათი კულტურა, იდენტობა, ხო, საბოლოო ჯამში და შეედგებოდნენ როგორც კარგი სახელმწიფო. სამწუხაროდ ის რეფორმები, რაც ბრიუსელმა უთხრა, რომ გაეტარებინა ამ პატარა ქვეყანას, იმან მოიტანა ის, რომ ადგილობრივი ბაზარი შეჭამა ფრანგულმა და გერმანულმა პროდუქტებმა. და აქედან გამომდინარე ხალხში გაჩნდა უკმაყოფილება და იმიტომ ირჩევენ ესეთ მთავრობას რა. და საბოლოო ჯამში შენ თუ არ გექნება ადგილობრივი ხედვა და არა დასავლელი კონსულტანტებისგან ან აღმოსავლელი ან ჩრდილოელი კონსულტანტებისგან რაღაცა როგორ განავითარდე, ყველა თავის ინტერესისკენ გეკაჩება. შენი ხედვა თუ არ გექნება, საბოლოო ჯამში ეს კაპიტალისტური სამყაროა დღევანდელ დღეს. ევროკავშირით საბაზრო გაერთიანებაა, პირველ რიგში ეკონომიკური გაერთიანება. შენ ძლიერი მოთამაშეები გადაგთელავენ. და მე არ უნდა გიკვირდეს, რომ რატო არის ევროსკეპტიციზმი. ხო, იგივე მოხდა მაგალითად დავდეთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და საბოლოო ჯამში ევროპამ, როდესაც მოხსნა შეზღუდვები შაქრის წარმოებაზე, შემოვიდა დიდი რაოდენობით იაფი შაქარი დასავლეთიდან და აქ ადგილობრივ შაქარს აგარას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გქონდეს ეს განვითარების ხედვა, რაზეც აუცილებელია ვიფიქროთ. და მე ვფიქრობ, რომ აი ხარ ის გადამტეხი პერიოდი, როდესაც ჩვენ ხედავთ,
უკვე ჩვენ ტყავზე გამოცდილებით, რომ რასაც დასავლეთი გვეუბნება West is the best, სინამდვილეში შეიძლება არ მუშაობდა შენი ქვეყნისთვის და შენი ქვეყანა პირველ რიგში უნდა განავითარო შენით და იყო იზრუნო იმაზე, რომ შენ განავითარო, იმიტომ რომ კეთილი დეიდები და ბიძიები საერთაშორისო პოლიტიკაში არ არსებობენ სამწუხაროდ. და შენ რა საშუალებებიც გაქვს გარშემო, ის საშუალებები უნდა მოიხმარო, გამოიყენო შენი ქვეყნისთვის და არ უნდა გახადო ეს საშუალებები თვითმიზანი, იმიტომ რომ მე დღეს რასაც ვხედავ, ევროკავშირი არის რელიგიად გადაქცეული და სამწუხაროდ ხალხის უმეტესობას უნდა ევროკავშირი ამბობს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ ესმის რა არის, იმიტომ რომ ჩვენთან მიდის მხოლოდ ერთი მხრივ პროპაგანდა, რომ ევროკავშირი კარგია, რომ იქ ცხოვრება კარგია, მაგრამ არ გვეუბნებიან რა არის ეს, როგორ მიიღწევა ეს, ხო? ან როგორ მიაღწიეს ევროპის ზოგიერთმა ქვეყნებმა ეს. და ამის გარშემო არის აშენებული დღევანდელ დღეს ეს მე ვფიქრობ, რომ ის სექტანტურ რელიგიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში იყო კიდე ისეთი მოცემულობაც, რომ ვიღაცა მეხუთე ხარისხოვანი ევროპელი პარლამენტარი, რომელსაც იცოდეთ, რომ ევროპარლამენტი არის სარეკომენდაციო ორგანო და ვიღაცა გერმანელი უფრო ნაკლებად იცნობს ევროპარლამენტარს ვიდრე თავისი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელს, იმიტომ რომ ბოლო აქტივობა დაახლოებით 30% იყო ევროპარლამენტის არჩევნებისთვის. ეს ადამიანები გავხადეთ, არ ვიცი. აქ აი ეს რა ქვია, აცტეკებისთვის რო ესპანელები რო ღმერთები იყვნენ, თავიდან რო ჩავიდნენ, რო ეგონა. დაახლოებით, ანუ ეგეთი წარმოადგენა კოლონიალისტური დამოკიდებულება არის, რომ ამ ხალხმა კარიერა გაიკეთა და აი იმან რა თქვა, ფოტიგამ რა თქვა, ამან რა თქვა, იმან რა თქვა და მეთქი ეს არ არის სწორი ესეთი დამოკიდებულება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ გარდატეხის ზღვარზე, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური გამოცოცხლება ნელ-ნელა მოხდება ჩვენთან და ეს 30 წლიანი პოლიტიკა რაც თან სოფლიოში იცვლება, თან ჩვენთანაც იცვლება, ნელ-ნელა ალბათ ჩამოჟონავს ეს ინფორმაცია იმ ადამიანებთანაც, ვინც ამ ყველაფერს ერთ მხრივ აორგანიზებს და მეორე მხრივ შეიძლება გულწრფელად შეცდომაში არიან შეყვანილები. ძალიან ძნელია პროცესი, ძალიან რთული პროცესია, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც 30 წელია ერთი ადგილიდან ჭამს, ხო, კარმუშკიდან ესე ვიტყოდი სლენგზე. იმისთვის ძალიან ძნელია, ეხა საერთოდ შეიძლება ისეთ დეპრესიაში ჩავარდეს, რომ შემოსავლის წყარო ეკეტებათ, აღარ არის უცხოური დახმარებები, წარმოიდგინე, ეხა ამერიკისგან შეჩერებულია და ევროპამაც თუ შეუჩერა, ეხა საერთოდ რამდენი დაახლოებით რამდენი ადამიანი იჯდა ამ ევროპულ ფულზე და ამერიკულ ფულზე. აი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, აი რომ ათასობით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს, წარმოიდგინეთ, ჯერ მარტო თვითონ ძალიან ბევრი USAID-ის, ადგილობრივი USAID-ის თანამშრომლებიც იყვნენ ჩვენი მოქალაქეები. ქართველები იყვნენ ძალიან ბევრი. ჯერ მარტო მანდ მოხდა შემცირებები. შემდეგ ამ USAID-ზე დამოკიდებული სხვადასხვა რამდენი არასამთავრობო ათასობით არის. აქ არის ლაპარაკი ათასობით თუ არა 10,000. წარმოიდგინე, ეხლა კიდე თქვი ეს, რომ ეს მედიებში და რადიო თავისუფლებაზე გამოვიდა და ამერიკის ხმაზე, რომ ეს უკვე გადმონაშთები არისო ეს ამბავიო, აღარ დაფინანსდებაო, დაიხურებაო ეს ეს განცხადებებიც იყო ტრამპისგან და მასკისგან, ხო? მოვისმინეთ, ხო? ეხლა წარმოიდგინე, რომ თითოეულ დაუშვათ იგივე რადიო თავისუფლებაში დღეს ჩვენ ვიცით რამდენი ადამიანი მუშაობს და როგორ არის ეს ყველაფერი არა მარტო რადიო თავისუფლებაში, საერთოდ მათ დაფინანსებულ ყველა სექტორში. როგორ უნდა მოხდეს ამის ჩანაცვლება, ან რითი უნდა ჩანაცვლდეს ეს ადამიანები, რა უნდა ჭამონ? იმიტომ გამოდიან ესეთი გამწარებულები რო არიან და გამოდიან და ამ ახალგაზრდებსაც რო უნთებენ. გესმით, მაგრამ ეს ხო მაინც რაც არ უნდა შეუნთონ, იქ თუ გადაწყვეტილია ზემოთ, ეს ხო მაინც დამთავრდება ყველა ვარიანტში, ხო? კი. რომ დამთავრდეს. თან წარმოიდგინე გუშინდელი ადამიანები, იგივე ბლინკენი, კარგად ცნობილი ჩვენთვის და სალივანი აღმოჩნდნენ ისე მდგომარეობაში, რომ ფედერალურ შენობებში აღარ უშვებენ, ხო? კი ბატონო. ხო, და ზუსტად იგივე პროცესები დაიწყება ყველგან ალბათ და აი ეს ამდენი ადამიანი, ვინც ჩვენ ვხედავთ ახლა ამერიკაში რა სახეებით აპროტესტებენ ამ ყველაფერს რაც ხდება, ხო, ზუსტად ანალოგიური იგივე ემოციები, იგივე სახეები, რასაც ჩვენ ქუჩებში ვხედავთ რა. ესე იგი არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში რამდენი ადამიანი რჩება უმუშევარი. 14,000 ადამიანი მარტო USAID-ის
დასაქმებული მსოფლიოს გარშემო 14000 ადამიანი გავშვით. ამ 14000 ადამიანს რამდენი იყო კიდე ოჯახის წევრები, ასე ვთქვათ, დამოკიდებული ახლობლები. იგივე არის ჩვენთანაც. ეხლა ამ ადამიანებს მოუწევთ იწვნიონ ის სოციალური და ეკონომიკური რეალობა, რაშიც ცხოვრობთ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა და იმედია ეხლა იბრძოლებენ ყველას ადამიანის უფლებებისთვის და არა მხოლოდ თავიანთი ჯიბის გადასარჩენად. სხვა გზა მათ არ დარჩ. თან უნდა მიბაძონ მაშინ იმ გაჭირებულ ექთნებს, რომლებიც საქართველოში ვეღარ პოულობენ კარგ სამსახურებს და მიდიან მაგალითად იტალიაში. ხო, ანუ ამ სოციალურ მდგომარეობაში მოუწევთ მათ ყოფნა. მაგრამ უმეტესობა მაინც ალბათ ნახავს რამე გასაძრომს, როგორც ყოველთვის ნახულობენ. ეს არის მოცემულობა და ზოგადად აი ეს გრანტებით მოცემული მათ რა შექმნეს, ხო? აი რა შექმნეს? იყო ხოლმე რაღაც პატარა 6 თვიანი პროექტი რაღაც სოფელში რაღაცა გაკეთდა. ეს იყო დროებითი. ეს არ იყო სისტემური. და სამწუხაროდ თავრობებიც, ჩვენი მთავრობებიც შევარდნაძის დროიდან თვითონაც ესე მართავენ როგორც არასამთავრობო სახელმწიფოს. ესე არის მოცემულობა, იქნება შრომის კანონმდებლობა, იქნება სოციალური პოლიტიკები, იქნება ასე შემდეგ თუ ასე შემდეგ. რა და აი ეს არის შესაძლებელი. იქიდან გამომდინარე რომ სახელმწიფო უნდა იყოს სახელმწიფო და არ უნდა იყოს როგორც არასამთავრობო და არ უნდა მოექცე მას როგორც არასამთავრობო, რაღაც მცირევადიანი გრანტები, კი არ უნდა იყოს, უნდა გქონდეს შენ გრძელვადიანი ხედვა. მე მჭირდება ამის განვითარება, უფრო უკეთესი კონკურენტუნარიანი ვიქნები მაგალითად, ხო? რაც შეეხება ამ კადრებს, ჩვენ გვყავს უმეტესად განათლებით ისეთი პროფესიები, რომლებიც ჩემი აზრით ამერიკა გიფინანსებდა, დასავლეთ გიფინანსებდა ისეთი პროფესიების განვითარებას, რომელიც არ იყვნენ თავს ინჟინრები, არც სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, ძირთად იყო უმეტესად დაფინანსება იურისტების, სამოქალაქო აქტივისტების და ესეთი განათლების მქონე ადამიანების, რა და ექსპერტების, აი ეს თემა არის, რა და იქნებოდა შენთან ისეთი კადრები, რომელიც საბოლოო ჯამში მე ერთგულები იყვნენ ამ სისტემის, რა, იმიტომ რომ მათ განათლება მიიღეს, მათ წავიდნენ უცხოეთში რაღაცა ნახეს თავისთავად და მე აქ სამსახური ჰქონდათ გარანტირებული. ეხლა ეს ამ ადამიანების გავლენა შემცირდება და ის ადამიანები, ვინც დარჩებიან უმუშევრები, ჩემი აზრით, ეს უკვე არის სახელმწიფოს პრეროგატივა შექმნას ისეთი ეკონომიკური სისტემა, რომელიც იქნება მეტნაკლებად ინკლუზიური და ამ ადამიანებს მიცემს დასაქმების საშუალებას ისეთ სექტორებში, რაც პროდუქტიულია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავისთვის. აი მაგალითად არასამთავრობო არ არიან პროდუქტიული. აი მაგალითად ავიღოთ წერლები საქართველოში, აი ვინც აპროტესტებენ და უშუალოდ დღევანდელ სიტუაციას, ან პოეტები, აი ამ ადამიანებმა როგორ უნდა იცხოვრონ, რომლებიც და უშუალოდ ეხა მაგათი ტირაჟების გაყიდული წიგნები ჩვენ არ გვახსოვს, ხო და ეს და თავისი შემოსავლით ისინი ვერ იცხოვრებენ ელემენტარულად რა. ხო და ამიტომ არ არის საჭირო რომ ქვეყანაში იყოს თავიდან ბოლომდე აქტივისტების და პოეტების ეს ქვეყანა რა. სულაც არ გამიგოთ, მე ძალიან ვაფასებ, მაგრამ მე რაღაცნაირად სახელმწიფო მაშინ უნდა იზრუნოს ამათებს რომ გესმის უნდა იზრუნოს, ჩემი აზრით უნდა იზრუნოს, შეიძლება უნდა იზრუნოს. იმიტომ რომ ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ამ ფულზე იყვნენ დამოკიდებულები რა. მხოლოდ და მხოლოდ იქიდან შემოსული გრანტები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დამდგარიყო დრო, რომ თავისი სიტყვა ეთქვა და ამ ბრძოლას შეერთებოდნენ როგორც რა გავლენა ჰქონდათ? რა გავლენა? გავლენა არაფერი არ აქვს. ხო და იმიტომ არ გვიცნობენ იქიდან, უცხოეთიდან, რომ ზუსტად ამ ადამიანებზე გააკეთეს აქცენტი რა. მე არ ვიცი მაგ ადამიანების არც ნაშრომები, არც მათი ხელოვნების შემოქმედება, არ ვიცი, სამწუხაროდ ეს არის პრობლემა, რომ ეს ადამიანები, ისეთი ადამიანები მევლინებიან, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ არ ვიცნობ და მასა ხალხის არ იციან ეს ახალი მწერლები, ეს ახალი პოეტი. ესეც იმ სისტემის პრობლემაა, გრანტებზე დამოკიდებული, რაღაც 5 კაცის დააფინანსებენ, მე რაღაც სასტუმროებში ვიწროწრეში აკეთებენ პრეზენტაციებს, სწავლენ სოფელში 4 კაცს შეხვდებიან მორჩა ციგნის. ეს არ არის ეს რაღაც მასიური, რაღაცა ძალიან ღირებული შემოქმედება. და მე დადიან ბერლინის ფესტივალებზე, დადიან პაესტკებში, დადიან იმაში. მესმის ზუსტად დადიან უცხოელი კრიტიკოსების. ადგილობრივისთვის ეს არ ხდება, ჩემთვის ეს არ ხდება. ხო, იქიდან წამოსული ფულით რა. ეს არ ხდება, ეს მე ვერ ვხედავ, რომ ეს გადიოდეს ხალხზე. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნებას, როდესაც ქმნი მუსიკას, ქმნი ნაწარმოებს, ქმნი ლექს, ეს შენმა ხალხმა თუ გაიზიარა ეს სხვა ღირებულება აქვს ამას და ადგილობრივ ბაზარზე სხვა ღირებულება აქვს, იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვი, შენი სიმღერები მახსოვს ბავშვობაში და ეს ყველამ გვახსოვს რა და აი ესეთი ახალი ჩემი თაობის შემდეგ რომ აი რაღაც ესეთი შექმნილი იყო ან რამე საინტერესო ან რამე ვერ ხედავ ამას გამიგეთ და იქნება რაღაცა
აი ვიწრო წრეებისთვის, რაღაც ლიბერალური კულტურული ელიტებისთვის, რაღაც ციგნების ფესტივალების, რომელიც არის გააკუთვნილი კინოების ფესტივალებისთვის იქნება და არა ხალხისთვის. კინოებში სამწუხარო რა არის, რა იცით, რომ აი საუბრობენ ქართულ რეალობაზე და არის რაღაც ყოველთვის რაღაც იდენტობის კრიზისია, ლაპარაკი და არასდროს არ არის სოციალურ რეალობას აჩვენებენ ისე. გეგონება ჩვენ ვიყოთ შვედეთი და ჩვენ მქონდა სხვა პრობლემები იდენტობის რა და არ არის სოციო-ეკონომიკური გამოწვევები რაც არის. ესეც გათვლი რაღაც ბერლინ არის რაღაც ძალიან ვიწრო იმაზე. ხა ძალიან ბევრს არ მოეწონება რას უმრეგრი არის სამწუხაროდ. ეს არის მასზე გათვლი და ზოგადად ეს სახელმწიფოს ბრალიც არის, იმიტომ რომ სახელმწიფო მიუშვა ეს სფეროები და ასე თქვა გადაბარებული ქონდათ გრანტებს და ამ ადამიანებს უწევდათ თავის გადარჩენა ამ მიმართულებით. კი ბატონო, ეს არ იყო რომ ზოგისთვის არც იყო სურვილი, სხვა გზა არ ქონდა. კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად, იმიტომ რომ სახელმწიფო ვალდებულია ეს ხალხი შეინახოს რა. მე არ ვიცი, ხე შეიძლება არ ვლაპარაკობ ხა რაღაც ჩემ აზრს ვიძახი მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ როგორ უნდა იარსებონ აი ამ ხალხმა ამ პატარა ქვეყანა, ამ პატარა ბაზარზე, ხო? ძალიან პატარა ბაზარი, ძალიან პატარა ბაზარზე, ქართული პოეზია ვთქვათ, ქართული თუ გინდაც ის თუ არ ითარგმნა, თუ არ გავიდა ამას, თუ რეკლამა არ გაუკეთდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როგორ გინდა ხო იარსებო? ესენი ესი არსებობდნენ აქამდე იქიდან წამოსული გრანტებით და ამაზეც უნდა დაფიქრდეს სახელმწიფო, ესენიც ჩვენი მოქალაქეები არიან და ხვალინდელი დღის პერსპექტივას ვერ ხედავენ, გესმის როგორ ამიტომაც არის ესეთი გამწარება, ამიტომაც არის ესეთი და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ხალხი, რომ მე ისინი დაეხმარონ. თან ყველაზე აქტიური მაგრამ არც ეს ისინიც არ დაეხმარებიან, გამორიცხული, ვის დაეხმარებიან, ეხა ნაცები გამორიცხულია, ხო? არ არსებობს, პირიქით აირჩევენ ამდენიმეს, ვინც იქნება ერთგული დანარჩენებს. უბრალოდ არ უნდათ ახალი მოცემულობის მიღება, რაც მსოფლიოში ხდება, გესმით? აი ეს არის რა, ის რაც ამერიკაში ხდება და ეხა შესაბამისად ევროპაშიც გადმოვა ეს ყველაფერი, ნუ ჯერჯერობით ევროპიდან ისე ვიგზავნებდა ეს გრანტები და კი ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ ესეც შეჩერდება, იმიტომ რომ აქეთკენ მიდის ყველაფერი რა და საბოლოო ჯამში ქვეყანაში დაგვრჩება ადამიანების რაოდენობა ხელოვანი ამოდის ბჭყალებში ხელოვანი ადამიანების რაოდენობა ისეთი რომ ელემენტარულად პურის ფული არ იქნებათ, ხო? გეთანხმებით. ხო და ესეც ხო საფიქრალია. ესეც საფიქრალი არის, მაგრამ ჩემთვის ეხლა მე ნაკლებად ვერ ყვევი ხელოვნების მიმართულებით სამწუხაროდ ნაკლები შეხება მქონდა ჩემს მოკლე ჯერჯერობით მოკლე ცხოვრების მანძილზე. რაც შეეხება თვითონ იმას, რომ მაგალითად ძალიან ბევრი კადრი, რომელიც იქმნება შემდეგ და ყალიბდება ბიუროკრატად, ამ ადამიანების დასაქმების პერსპექტივაც საბოლოო ჯამში არის არასამთავრობოები. მე ვამბობ იურისტების რაღაცა ნაწილი, პოლიტოლოგების რაღაცა ნაწილი, ეკონომისტების რაღაც ნაწილი, რომ მუშაობენ ძირითადად არასამთავრობოებში, რომელიც არის პერსპექტივა სოციალური მობილობის და ეკონომიკური, ასე ვთქვათ, კეთილდღეობის გარანტი არის რა. შეიძლება ამ ადამიანების დიდი ნაწილი არ ეთანხმებოდეს მათ პოლიტიკურ იდეოლოგიას, მათ პოლიტიკურ მიზნებს, მაგრამ სხვა გზა არ რჩება და შეიძლება მე რამ ადამიანმა წავიდეს და სხვა ვიღაცას მიცეს ხმა, მაგრამ საჯაროდ სხვანაირად პოზიციონებს. თუმცა ისე ხმაურიანები ნამდვილად არ არიან, როგორც მაგალითად არიან ხელოვანი ნაწილი, რომელიც თავიდან ბოლომდე არიან ამ ყველაფერს დამოკიდებული და ასევე ძალიან დიდი ნაწილი თანხისა საერთაშორისო დახმარებების ამ კონკრეტული დემოკრატიზაციას ბჭყალებში ჩავსვალ ვითომ ამ არჩევნების შემდეგ არეულობის სიტუაციაში ჩაიდო ხელოვან ნაწილში. იმიტომ რომ ალბათ მათ ეგონათ, რომ ჩვენთანაც ჰოლივუდი და ამ ადამიანებს ძალიან დიდი გავლენა ექნება. თუმცა ჰოლივუდშიც არ ქონდათ გავლენა. კამალა ჰარის უჭერდნენ მხარს გამოდიოდნენ ცნობილი მომღერლები და მსახიობები და საბოლოო ჯამში შედეგი ვნახეთ, იმიტომ რომ თუ ბაიდენმა აიღო 81 მილიონი ხმა ტრამპმა აიღო წელს უფრო ცოტა ხმა ვიდრე ბაიდენმა წინა არჩევნებზე. უბრალოდ ხალხი აღარ წავიდა და ბაიდენს აღარ დაუჭირა მხარი. ისე იმედგაცრუებულები იყვნენ მასზე და ვერც მსახიობებმა გადაარჩინა ბაიდენის მემკვიდრე კამალა, ასე ვთქვათ და ვერავინ. ანუ ეს არის მოცემულობა და ფიქრობ ეს მეთოდები, როგორც ახსენე თავიდან, არის მოძველებული. მათაც უნდა რაღაც ახალი მეთოდები ნახონ, იმიტომ რომ არ მუშაობს. არ მუშაობს ეხლა. უნდა გადაეწყონ სხვა გზა. იმიტომ რომ გამოდ ხალხი ნელ-ნელა ხედავს. და სახელმწიფოც უნდა იფიქროს, უნდა უზრუნველყოს მათი არსებობა, რა თქმა უნდა რა.
იმიტომ რომ მართლა გამოუვალი მდგომარეობაა გესმის აი ხა არ ვიცი მე 30 წელიწადი ერთი და იგივე ეს დაუშვათ კაი ცხოვრებით ცხოვრობდე, დადიოდე ევროპაში დადიოდე, უძრავ ქონებას ყიდულობდე, იმედა უცბად ყველაფერი დაგეკეტოს და რაღაცა, ხომ მე აბსოლუტურად მესმის გამწარება რა. გამწარება არის და ზოგადად კიდე როდესაც საუბარი არის აი რატო გჭირდება ნორმალური ოპოზიცია? ანუ ნორმალური, მე არ ვამბობ კარგი ოპოზიცია, ნორმალური. ისე დაბლა არის ჩვენთან თამასა დაწესებული, რომ ბევრ რაღაცაში მაგალითად ჭირდება რომ იყოს კრიტიკა მთავრობის, რომ მაგალითად როდესაც შენ ამბობ რომ 9.5% გაქვს ეკონომიკური ზრდა, რატო არ აისახება მაგალითად ეს პენსიების დაზიან, რატო არ აისახება ეს რაღაცა კონკრეტული მიმართულების განვითარებაზე, ან მაგალითად 6 მილიარდი რო შემოვიდა და ეს არ იყო ევროპიდან და იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია, ძალიან კარგია, მაგრამ რატო მიდის ეს მაგალითად უძრავი ქონების განვითარებისთვის და არ მიდის მაგალითად სახელმწიფოში ქარხანა ფაბრიკების ან რაღაც ინდუსტრიის აშენებისთვის, ხო? აი ამ დონეზე, ოდესმე თუ მივალთ დაპირისპირების შინაარსობრივ თემებზე, ძალიან წაადგება ეს როგორც სახელმწიფოს, ისე ჩვენ საზოგადოებას და დღევანდელ დღეს, როდესაც მეორე მხარეს უბრალოდ არის კივილი, წივილი და შეჯიბრი იმაზე, ვინ უფრო მეტად დააქნევს დროშას, რომლის იქითაც შინაარსიც არ არის და არის მხოლოდ რაღაც შურისძიების წყურვილი, რაღაც უცხოელი ბატონებისთვის ჩვენება, რომ ვითომ საქმეს აკეთებენ, იმ საქმეს ვერ აკეთებენ, ხო ჩანს. აი ამის შემდეგ გვეშველება, იმიტომ მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია არის აუცილებელი, რომ ოპოზიცია არის სარკე, რომელშიც კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული და კრიტიკა უნდა იყოს რეალური, რა, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს რა კრიტიკაც არის ეს არ ადგება ეს არ არის კრიტიკა, ეს არის დესტრუქცია. დესტრუქცია არის მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკა არ არის. ოპოზიცია როგორც თავისი რაც უნდა იყოს ის ოპოზიცია, რასაც ქვია რომ ოპოზიცია, აი ესეთი რამე საქართველოში არ არის. ეს არის დესტრუქცია, რომელიც მთელი ძალღონით იბრძვის იმისთვის, რომ ხელისუფლებაში რევანშის სახით მობრუნდეს. ხო რა. გესმის, ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის და შესაბამისად ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ და იყენებენ იმ ადამიანებს, ვისაც ეუბნებიან, რომ აი თუ ეხა ხელისუფლებაში არ მობრუნდით, მორჩა. თქვენი ჭამა და სმა და თქვენი საერთოდ არსებობაც კი შეწყდება და მით უმეტეს ხედავენ და ჩემი აზრით უნდა გადავეწყოთ ყველანი ერთად აბსოლუტურად, იმიტომ რომ ამ მოცემულობას, რა მოცემულობას დღეს მსოფლიოში დგება ამას რაღაცნაირად უნდა შევეჩვიოთ, როგორც არ უნდა გვწყინდეს ეს მოცემულობა იწყება და ყველა უნდა შეეჩვიოს ამას და ის რომ რევოლუციურ და ფერადი რევოლუციებით მოკლედ გავაგრძელთ ეს უკვე გახუნებული ძალიან გადამწვარი თემაა და ამას უკვე ხო ხედავ აგერ ყველა იძახის რომ 7 თვიანი პროტესტები და ამ პროტესტანტებს გონიათ რომ აჰა რატო არ მორჩება აი დღეს ხვალ და არჩება და სისულელეებს თავი დაანებეთო ესე შეიძლება მართლა რომ ჩვენს ანალოგიურად ჩვენს ქვეყანაშიც იგივე ხდება და ზუსტად ანალოგიურად შეიძლება ვთქვათ რომ ის რაც ქუჩაში ხდება ეს აბსოლუტურად არ მოიტანს არანაირ შედეგს გამორიცხულია ამ რო შედეგი მოიტანს და ერთმანეთს ნუ იმაშვებით რა ქვია აგულიანებთ რომ დღეს ხვალ რაღაცა მორჩება და ჩამოინგრევა და ასე შემდეგ არაფერი არ ჩამოინგრევა იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა და სხვა რეალობა არის მსოფლიოში და ის რეალობა რომელიც არის თვალი გაუსწორეთ ამას და იმის მიხედვით ვიცხოვროთ ყველამ და ვიფიქროთ იმაზე როგორ შეიძლება რომ ერთმანეთს დავეხმაროთ და გაჭირვებაში ყოველ შემთხვევაში რაშიც ზოგ-ზოგი ერთები ამოყოფთ და ამ გაჭირვებას მივხედოთ ვიდრე ის რომ დავუშვათ გადატრიალებებზე ვიფიქროთ და ხელისუფლებაში მოსვლაზე ჯი და ვიღაცეების დაჩაგვრაზე და ამით ფულის შოვნაზე ეს გამორიცხულია ეს არ მოხდება იმიტომ რომ არჩევნებმა გამოაჩინა რომ თვით გადარჩენის ინსტინქტი ხალხში უფრო მეტია ვიდრე დავუშვათ რაღაც რადიკალური ცვლილებები, რაც ნახეს უკვე 9 წლის განმავლობაში, ომი იყო თუ ტერიტორიების დაკარგვა იყო თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმ ძალას აღარავითარ შემთხვევაში აღარ ჩაუგდებს ხალხი ხელისუფლებას ხელში. აი მერწმუნეთ, იმიტომ რომ ეს რაც ქუჩაში ხდება, ეს არის აისბერგის წვერი.
თქვენ როგორ შეიძლება მაშინ სამოქალაქო ომამდე მივდივართ, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივდივართ, იმიტომ რომ ვინც ამ ყველაფერს ტელევიზორში უყურებს, ის ხალხიც ხო არსებობს, ის 1.200.000 კაცი, ვინც თვითგადარჩენის ინსტინქტს მისახმა, ხო? გამორიცხული ამას არ დაუშვებს, რომ ამ ქვეყანაში იგივე განმეორდეს, რაც 30 წლის წინ გამოვიარეთ უკვე და დაწყებული პირველი პრეზიდენტიდან დამთავრებული ვარდების რევოლუცია, შემდეგ 2008 წლის ომი, შემდეგ 2008 წლის გაყალბებული არჩევნები და ყველაფერი ვნახეთ უკვე რა. ოტყორეც ვნახეთ, კმარაც ვნახეთ, აბსოლუტურად ყველაფერი ვნახეთ და წავიდეთ წინ. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. დამერწმუნდეთ რა დღეს ქუჩაში ხდება, იმიტომ რომ ესეთი ნაბიჯებით ქვეყანა ვერ განვითარდება, ვერანაირად ვერ წავა წინ, ჯობია თქვენ მოერგოთ და ჩვენ მოვერგოთ ამ ახალ სინამდვილეს და ამ ახალი რეალობით ვისწავლოთ ცხოვრება, ვიდრე დავბრუნდეთ ძველში და ისევ ერთმანეთი ჭამოთ, ხოცოთ, ვეჭოთ და რაღაცნაირად 90-იანი წლების იმაში დავბრუნდეთ. აი 2 დღე გაზი არ იყო და ლამიზარი შეიშალა მთელი საქართველო და აი ახალგაზრდები მით უმეტეს და ესე იყო 90-იანი წლები, მთელი წლები. არაფერი არ იყო, მარტო გაყინული სახლები და სადღაც დვიჟოკების ხმა ისმოდა, ვისაც ასე თუ ისე ყატარა ფული შემორჩენილი ჰქონდა. აი ეს იყო 90-იანი წლები და აი ერთ რამას ვიტყვი რა, რომ აი მოთხოვნა, რას ითხოვენ არის ის, რომ საგარეო პოლიტიკაზე მიდის დღემდე დავა, ხო? ანუ შინაარსით რას თხოვენ ამ ოპოზიციას, რას თხოვენ, რომ მათი ცხოვრება გაუმჯობესოს, რა გეგმას თხოვენ, იმიტომ რომ მე წინასაარჩევნო პერიოდში დავაკვირდი პროგრამებს, არავის პროგრამა არ ქონდა ამათ, ანუ რას თავაზობდნენ ალტერნატივას ან უკეთეს. ნაცვლად იმისა, რომ შეეთავაზებინათ მაგალითად ოცნების კამპანია, ასე ვთქვათ, რაც იყო წინასაარჩევნო, რამენად ალტერნატივა ეჩვენებინათ ეკონომიკურ საკითხებზე და რეალისტური კამპანია ქონდათ, ან ხალხი იმითი მაინც დაემშვიდებინათ და იმითი მაინც მოეგოთ ქართული ხალხის გული, რომ ისე აღარ მოვიქცევით და ომი არ იქნება, ნუ გეშინეთ პირიქით ეუბნებოდნენ, არა ომი კაია, ეს ასეა და ქართული ხალხი, როგორც აღნიშნე რა, გადარჩენის ინსტინქტმა გაიტანა თავის საბოლოო ჯამში. ეს არის პრობლემა, რომ არ გვთავაზობს ეს ხალხი არაფერს და ეს აქციები საბოლოო ჯამში უშინაარსო ხდება, იმიტომ რომ რას ითხოვენ ის ევროკავშირს, რომელიც არ გიღებს, ამდენი წელია ნატოს, რომელიც არ გიღებს, ანუ საერთოდ რა მარაზმია, როდესაც შენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ აქციებზე დარბი ხარ ამერიკის ან ევროკავშირის დროშებით, ან საერთოდ ევროკავშირის წევრიც არ ვარ და ეს ევროკავშირის დროშა რა გახდა საბოლოო ჯამში. მაშინ, როდესაც ამის წინააღმდეგ არის უდიდესი კრიტიკა თავად ევროპულ ქვეყნებში. გაიხედეთ საფრანგეთში რა ხდება, გაიხედეთ ბელგიაში რა ხდება, გაიხედეთ იტალიაში რა ხდება, გაიხედეთ ესპანეთში რა ხდება, გაიხედეთ გერმანიაში რა ხდება, ხო? ანუ სხვა რეალობები არის იქ და რატომღაც გქონია, რომ ჩვენთან ცოტა ხანი ასე ვთქვათ სიგნალი იგვიანებს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს, რომ გვიყურეთ, რა ვიცი. კარგად უნდა ვიყოთ ყველანი და უნდა ვეცადოთ ამისთვის, რომ კარგი ქვეყანა ავაშენოთ და დარწმუნებული ვარ, თუ შევძელით გაერთიანება, ჩვენ ძალიან მაგარ ქვეყანას ავაშენებთ და ტყუილა ნურც დავხარჯავთ ენერგიას იმისთვის, რისთვისაც უკან დავახევინებთ ისევ ქვეყანას და იმიტომ რომ არ შეიძლება პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში ახალი არ არსებობს. არის ისევ ის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში იყო და ოპოზიციაში ვთქვათ, ესე ვთქვათ, ჭყალებში, რომელსაც რევანშისტული ძალით უნდა ქვეყანაში დაბრუნება და ომის რიტორიკას კიდევ უფრო ახალისებს და გამორიცხულია ეს ძალა, რომ ხელისუფლებაში დააბრუნოს ქართული ხალხის უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ეხა დემოკრატია უმრავლესობის ხელისუფლება და ესე ვთქვათ, არ ამგონია, რომ იმ დონეზე დაეცეს ხალხი, რომ ის რეჟიმი, ის საოცარი რეჟიმი ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ასე რომ ახალი შეიძლება გაჩნდეს, ვიფიქროთ ამაზე როგორ გაჩნდეს, რანაირად გაჩნდეს, რომ ნამდვილი ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას და არა ისეთი რევანშისტური
საშინელი სიძულვილის, რასაც ჩვენ დღეს ქუჩაში ვხედავთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა რეზინი, რომ იყავით ჩემი სტუმარი, მომავალში ხვედრამდე, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ. Washington Post-ი წერს, რომ უკრაინაში გახშირდა აფეთქებების სამხედრო კომისარიატების ტერიტორიაზე და თავდასხმები მათ თანამშრომლებზე. Post-ის ინფორმაციით, ნეზალჟენიზე სამხედრო კომისარიატების პუნქტებს აფეთქებების ტალღამ გადაუარა. სტატიის ავტორის თქმით, ეძებდნენ რუსულ კვალს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. საქმე ისაა, რომ კომისარიატების მოქმედებით და კონფლიქტების გაჭიანურებით უკმაყოფილება ადგილობრივ მოსახლეობაშიც იზრდება. მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში აფეთქება მოხდა 3 სამხედრო კომისარიატში, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა ბოლოში არიან განთავსებულნი. ორ შემთხვევაში ამფეთქებლები დაიღუპნენ, კიდევ 12 ადამიანი, მათ შორის მებრძოლები დაიჭრნენ. უკრაინის არმიას უკიდურესად ჭირდება ახალი ძალები რუსული არმიის შესაკავებლად, მაგრამ კიევის რეჟიმის სამობილიზაციო ძალისხმევა სუსტდება. მოხალისეების რაოდენობა მცირდება, გაწვევას დაქვემდებარებული პირები კი სამხედრო კომისარიატებს და ფრონტზე ძალით გაგზავნას გაურბიან. ილონ მასკმა უკრაინის კონფლიქტს დრონების ომი უწოდა. მილიარდერის და ახლა უკვე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წევრის აზრით, ყველაზე დიდი ცვლილება ხელოვნური ინტელექტის და დრონების ფაქტორს უკავშირდება და უკრაინაში მიმდინარე ომი ეს უკვე დრონების ომია. ერთგვარი შეჯიბრება უკრაინას და რუსეთს შორის. ისინი ცდილობენ იმის ჩვენებას, თუ რომელი უფრო მეტ დრონს გამოიყენებს. ამერიდან დიდ ქვეყნებს შორის ომი იქნება დრონების და ხელოვნური ინტელექტის ომები. მე მაშფოთებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეგზისტენციალური რისკი, თქვა მან. მასკი ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ნიუსმეიკერია. დღეს ის დონალდ ტრამპსაც ჭრდილავს. ყველაფერი დაიწყო ჟურნალ Times-ის სათაურიდან. ილონ მასკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. შემდეგ ის დისკუსიის ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც სოციალში გამოქვეყნდა ფოტო ოვალური კაბინეტიდან ცნობილ კემპში წარწერით. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიადი. ყველაფერი კი ხმამაღალი აღიარებით დასრულდა. მე მიყვარს დონალდ ტრამპი ისე ძლიერად, რამდენადაც შეიძლება ჰეტეროსექსუალ კაცს უყვარდეს სხვა კაცი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევს სურს პირდაპირი კონფლიქტის პროვოცირება მოსკოვს და ვაშინგტონს შორის. პოდოლიაკმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის სარაკეტო შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რათა გაიზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე. არ არის აუცილებელი საქმე მივიდეს ამერიკის და რუსეთის პირდაპირ შეტაკებამდე, მაგრამ ჩვენთვის უდავოდ ბევრად უკეთესი იქნებოდა, რადგან ეს უკვე სხვა დონის ომი იქნებოდა. ჩვენთვის აუცილებელია გაიზარდოს უკრაინის სარაკეტო შესაძლებლობები. საჭიროა სარაკეტო ბაზები, სადაც იქნებოდა სხვადასხვა რაკეტების, სხვადასხვა ფორმატის და სხვადასხვა მანძილზე მოქმედების, მაგრამ ყველა უნდა წვდებოდეს რუსეთის ფედერაციის ევროპულ ნაწილს და არსებითად უნდა გაძლიერდეს დარტყმები ნავთობ გადამამუშავებლებზე. განაცხადა პოდოლიაკმა გადაცემა RBK უკრაინის ეთერში. სოციალურ ქსელებში ვირუსული გახდა ილონ მასკის 2024 წლის აგვისტოს ინტერვიუ, რომელიც მასთან West Point-ის სამხედრო აკადემიაში ჩაიწერა. მასკის თქმით, როდესაც სამხედრო დრონები იქმნება ფაქტობრივად მკვლელი ტერმინატორები. ადრე თუ გვიან გაჩნდება იმის აუცილებლობა, რომ ისახჭურონ ლოკალიზებული ხელოვნური ინტელექტით. თუკი ხელოვნური ინტელექტის მართვა დისტანციურად განხორციელდება, ეს არ იქნება ისეთი ეფექტიანი, როგორც ჩაშენებული ლოკალური ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში. ეს კი ნიშნავს სრულად ავტონომიურ სისტემას, რომელსაც ადაპტაცია შეუძლია. ის დამოუკიდებლად მოქმედებს. საკმარისია მისცემას ბრძანება გარკვეულ ზონაში იმოქმედოს და ის დავალებას განსაზღვრულ ფარგლებში შეასრულებს. ყოველ შემთხვევაში ასეა ნავარაუდები. მაგრამ ჩვენს მოწინააღმდეგებსაც ექმნება მსგავსი მორალური შეზღუდვები. ალბათ კი, მაგრამ ყველაფერი საფრთხის დონეზეა დამოკიდებული. თუკი საქმე ლოკალურ კონფლიქტს ეხება, შეზღუდვების შესაძლოა შენარჩუნდეს, მაგრამ თუკი ომი რეგიონს გასცდება, მაშინ არანაირი წესები აღარ იქნება დაცული, ამბობს მასკი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალში დაწერა, თუ როგორ აფინანსებდა ამერიკა მისი მთავრობის დამხობას USAID-ის საშუალებით.
ამერიკაში დიდი სკანდალია. ამერიკის პრეზიდენტმა გადაწყვიტა გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომელშიც ასახულია ის, თუ ვის და რამდენ ფულს ურიცხავდნენ სხვადასხვა ამერიკული სამთავრობო ორგანიზაციები ბოლო წლების განმავლობაში. მხარდაჭერა მხოლოდ მემარცხენე პარტიებთან დაკავშირებული თემებისა და ორგანიზაციებისთამი მიემართებოდა. ლაპარაკია მედიაზე, საკომუნიკაციო პლატფორმებზე, სამოქალაქო ორგანიზაციებზე. ეს ყველაფერი აძლიერებდა მემარცხენეებს და ისინი დაფინანსებას იღებდნენ მთავრობების დამხობის მიზნით, კერძოდ ოპოზიციური პარტიების გაძლიერებისა და უნგრეთის მთავრობის დასამხობად, დაწერა ორბანმა. უკრაინის არმია დაშლის პირასაა. ამის შესახებ ინფორმაცია შვედური მედია ავრცელებს და მიზეზად რუსეთის შეიარაღებული ძალების აქტიურ წინსვლას ასახელებს. უკრაინის არმიის მდგომარეობის შესახებ შვედეთის სამეფო აკადემიის წევრმა ლარს ბერნმა ტელეკომპანია სვებსტაისთან ინტერვიუში ილაპარაკა. ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალა არსებითად გაზრდილია. რუსულ არმიას მან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი არმია უწოდა. ბერნმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობები აბსოლუტურად არასწორად შეაფასა. დროა საკუთარ თავებს კითხვა დაუსვათ. მაშინ რატომღა გააჩაღეთ ეს პროქსი ომი რუსეთთან? ჩვენ განიარაღებულნი ვართ, მთელი დასავლეთი ევროპა განიარაღებულია, თქვა მან. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მის დასამხობად საზღვარგარეთიდან დაახლოებით 3 მილიარდი ევრო შემოვიდა. შოკირებული ვარ იმით, რაც გამოაშკარავდა, რა თანხა ჩაიდო ჩემს დამხობაში. გულისხმობ, რომ ასეთი თანხები საზღვარგარეთიდან იგზავნება ბოლო 10 წლის განმავლობაში. 1,5 მილიარდი ევრო. გაიგზავნა, მაგრამ როცა თვლა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ ეს უკვე 3 მილიარდი ევრო იყო, განაცხადა ვუჩიჩმა ტელეკომპანია Pink TV-ზე. მან განმარტა, რომ ის გულისხმობდა შეერთებულ შტატებს. მისი თქმით, როგორც კი სერბეთმა დაიწყო სწრაფი ზრდა, მათ დაიწყეს უფრო და უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება მის განადგურებაში. ამავდროულად, მათ საერთოდ არ აინტერესებთ, რა ბედი ეწევა ხალხს, ვინც ქუჩაში გამოიყვანეს და ისინი სისხლისღვრის და სხვა მოვლენების პროვოცირებას ახდენენ. მათ ჩადეს უზარმაზარი თანხები, ამიტომ იყო, რომ წელიწადში 7 თვე ჰქონდა საპროტესტო აქციები. ახლა კი ფიქრობენ, აი ეს არის დასასრული და უკვირთ, რატომ არ არის დასასრული. ახლა კი გეუბნებით, არ იქნება სისხლიანი რევოლუციები, არ იქნება სისულელეები, თქვა ვუჩიჩმა.